გამარჯობა ხალხო. როგორ ხართ? გამარჯობათ. როგორ ხართ? როგორ ხართ? როგორ ხართ? გუშინ დავიკარგეთ. აღარ მოვედით თავის დროზე. რა შვებით, რა ხდება თქვენსკენ ახალი? კარგი. ჩვენსკენ რა ვიცი, ძველებურად ყველაფერი. დღეს ღრუბელი გვაქვს. ვიდეოსაც ეტყობა. წვიმდა. წვიმს. კიდე შეიძლება გაწვინდეს. ქუხს კიდე ხალხო. ქუხს. რა ვიცი. ქუხს უცნაურად მიყოლებით. ჩვენსკენ დიდად. აი. თუ თვითბნევია. რა თვითონ ქუხილია. ჩვენთან დიდად არაფერი ხდება. რა ვიცი. იქნება წავიდეთ ერთი დღეზევით. გამოვიდეს ერთი ცოტა ისა. მეგონი ხარ კაი გამიდი. წავართ გზემოთ მინდორში, ტყეში. გამარჯვების ტყეში. ხვალედილით ის არის რა ქვია სამუშაო ზონა წამოვიდეს გიორგი მოვჭებით გონი ერთ წეხს. გავალთ ბოლოში გავართ და რა ვიცი. კიდე ვიღაცა კითხვა არ იყო გიორგი ისე რომ რაჭაში აპირებს წასვლას. მუშაობთ ხალხო. ზედიზეთ ყავს ახლა ციცილები და ვერანაირად ვერ დავტოვებ და ვერ წავ და ნახოთ შეიძლება ნახოთ ზუსტად არ ვიცით. შეიძლება შემოდგომას წავიდეთ. შეგვიშალა ხელი სამსახურმა. ჩვენ შეგვიძლია არა გვაქვს. და ვერ გადავწყვიტეთ წავასვლა. წავართ თუ არ წავართ არ ვიცი. ეგრეა ჩვენი საქმე. ვაიმე წეღანა გიორგი წყალი კრანი აი ისა წყალი ხო მოდიოდა ო წეღანა არ მოყევი? ხო ვიდეოში უნდა მოყვე. გამოვედი იმაში რა ქვია. კრანი რაღაცნაირად ასე შლანგი სუზად გადავიშკვილეში ცივი წყალი. შლანგი მოდიოდა წყალი შლანგზე. კარგი არის. გადავიწუილე პირდაპირ. კარგი არის მე გაგრილდები. ხო, კაია. დღეს სიგრილეა. არა სიცხე. არა სიცხე. სახში ცოტა ოდნავ ცხელა, ოდნავ. ესეთი ამინდები რო იყოს, სულ კარგი იქნება. მთელი ზაფხული ესეთი ამინდები უნდა იყოს გარიგინი. ოღონდ აი ასე ვიყოთ რა. აი თუ არ დაცხა ისევე. ხურვა აი არ უნდა იყოს. მე მგონი დაცხება. თუ არ დაცხა? დაცხება. ვაიმე რა უნდა გითხრათ? აი TikTok-ში ნახე ისა ქველაძე, ტაძარში რო შევიდა და ის რა ქვია, ჯორის ყიდვა უნდოდა და ის არის რა ქვია. მამა უთხრა ისაო რა ქვია. ბავშვები იდგნენ იქვე და მივიდა და ათვალიერებდა ბავშვებთან ახლოს. მამა უმიტრიადა და ეს ჯვარი რაღაცო ის არის თანხაო და მამა ეუბნება ამ ქველაძეს რომ ის არის რა ქვია. ბავშვები რატო გამოაგდევ აქედან. ხო არა მოუღია ვიდეოცა გადაღებული. ახლა მართლა ბავშვები რატო გამოაგდევ? ხო იქანა იყვნენ და ათვალიერებდა და გინდა თუ არა ბავშვები რატო გამოყარე იქიდან და შენ რატო მიხვედი იქ მარტო? შეიდან. იმ ჯურებთან. ჯერგეთი შენ რა უფლება გაქვს მამაო რო ხარ თუ? იქ ქველაძე დავყრიდი ყველაფერს და უგან წამოვიდოდი ჩემ ბავშვებიანა. შვილებზე კი არის, თავი შვილები კი არა. ვიღაცის ბავშვები იყვნენ. ბავშვები მანქანაში დატოვა და 5 წუთი ავიდა იქა. მამათა მონასტერში იმაში რა ქვია. და ვიღაცის ბავშვები იყვნენ და ეს ბავშვები მივიდა ახლოს ახლა რომ მიხვიდე და აი ეკანა ბავშვთან მიხვიდე და ის ხელით გადაწვადო და გასინჯო და ბავშვი იქ იდგას რას უშლის ახლა ის მე არ ვიცი. ციხს უარა მოვარტყა. და ის ბავშვები მე რომ იმას ქნეს ახლოს გავიდნენ თავისით რა. გაიწივნენო და შენო ბავშვები რატო გაყარეო? ისე ტიროდა ხალხო, ისე ტიროდა რომ ცხარე ცრემლით ყოილა უდანაშაულო ადამიანს დამარდეს ისაო რა ქვია, ცილი. ბრალია, ცილი დაიწამა. ჯერგეთი მამაო, რატო აძლევენ გამაგებინა ამ ხელა ის უფლებას ეს მამაოები? რატო აძლევენ თავს უფლებას, მაგ ხელა უფლება როგორ შეიძლება მაგ ხელა რო ილაპარაკო?
ამ ხელას რა უფლებით აძლევენ თავს? ხო და ის არის ტიროდა ხალხო ტიროდა გადავირიე რა მამაოები საყარავს ცხარეცრემლი დამნაშავე რო ყოფილიყო ხო რა იმ ბავშვ ვიდეოც ქონდა იქვე გადაღებული იმ ბავშვებისთვის არც ზედმეტი უთქვია ახლა რაც მართალია ახლა სიტყვაზე ავიღოთ რაშიც არის დამნაშავე არაფერი ადამიანი არ არის რა მნიშვნელობა ვინც გინდა იყოს ხო არ მინახავს ეგ ვიდეო მაგრამ ის არის და არაფერი დაუშავები არც ხელი მიულტყია არც არაფერი უბრალოდ ხელი გადაწვადა და სინჯულობდა იმ ჯვრებს სხვა რა გაუკეთა იმ ბავშვებსა თავში ჩაცხო თუ რაკნა და ის ბავშვები გამოიწივნენ აქეთ მერე თავისით წავიდნენ ხო და შენო ბავშვებიო გაყარეო და აღარც ჯვარი იყიდა და აღარაფერი იყიდა ისე წამოვიდა განერვიულებული იქიდან კარგად კი უთქვია მამაოსთვის რომ რა არის რა გავაკეთეო მე არაფერი მიქნიაო იმ ბავშვებისთვის ზედმეტი არ მithქვიაო და არც უთქვია ძალიან ზედმეტებს ადლევ ბიმოსდიც ზოგ მამაოს სიმართლე რო გითხრა ხალხო ხო და არაფერი შუაში არის ვინც ეგეთია ხო ეკლესიიდან გამოყაროს უთქმით ეკლესიაში ხო არ გააკეთებ მაგას ეგენი ეკლესიაში საშვებებიც არა ხო და არაფერი არ მithქვიაო მართლა სინამდვილეში თუმცა ზედმეტი არ მithქვია ახლა რა მინდოდა იმ ბავშვებთან აი რა უნდა ახლა იმ ბავშვებთან ყველა ადრემით მამკითხა კიდე მამა უყავსო და არც მყავს და არც მეყოლება არ ასუდეს ხალხო არა ყველა მამა ყველა ერთნაირი კი არა არ ასუდეს არ მეყოლება ყველა ერთნაირი არ არის მაგრამ აი ძალიან ცუდად უმრავლესობას ძალიან ზედმეტები მოუვიდა ამ ბოლო პერიოდში უმრავლესობას და ვინც მართლა კარგად იმას აშვება და ღირსეულად იმას აშვება იმას გაუმარჯოს და უბრალოდ აიცი რა არის არ შეიძლება მართლა არ შეიძლება ისე მართლა ძალიან ზედმეტი მოუვიდა ამ ბოლო დროს ძალიან თავზე გავიდნენ ზოგიერთები უმრავლესობა მამა უხარ დააკეთე შენი საქმე შენ ვინაც გეკითხება კაცო მოუწოდე ადამიანს სიკეთე თუ ახლა ცუდი როცა ადამიანი ცუდი არ დაუშავებია ვიდეოც ქონდა ნამდვილად ვიდეოც იყო იმ ბავშვებს არ ჭიხებია ის უბრალოდ ხელი გადაწვადა ის ჯვარი მოძებნა მოხსნა უნდა იმ ჯვარს და ყიდვა ხო ლურჯი ვიყიდო თუ ცის წვანეო და ლურჯის მოხსნა უნდა და ის არის რაღაცა ლამაზი ჯვარი იყო მომეწონაო და იმის ყიდვა უნდა და არც იმას სურვილი დაუკარგა იმისაც ხო დაუკარგა სურვილი სინამდვილეში ნამდვილად ახლა ყველაფერში ადამიანს როცა დამნაშავე არ ხარ ნებისმიერი ადამიანი გინდა ტიკტოკერი იყოს და გინდა ძნელია ეგრე რომ შარს მოგდებს ვიღაცა ყველა ნამდვილად არ უნდა გააკეთო ეგეთი ჩემი თვალებით დავინახე არ მესიამოვნდა ეგ ნამდვილად რომ ესეთ შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანს რომ შენ რატო გაყარე ბავშვები შენ აქ ხარ და ასე და ისე და არ შეიძლება რატო გაყარა იმას არ შეხებია იმ ბავშვებს და ზედმეტიც არ უთქვია იმ ბავშვებისთვის ხო ელემენტარული TikTok-ში სხვა უყურებს ნეტად ცუცი თხოვს რო იზახის ხოლმე მე რა ვიცი რა სულ იმიტომ იმას აქნა რა ქვია მოძდოშა არის არა უბრალოდ გიორგი შენ ცუც სიტყვებს თუ ეძახი თუ არა მამაოს უფლება არ აქვს არა უფლება რა აქვს რო ეტყვი შენ მოუწოდებ აი თქვათ მე ესე ვიქცევი და ესე ვაკეთებ ხო მამაო განა ცუდად კი არ უნდა მოგმართოს და ცუდი აი შენ რა შვიდად დაგეხმაროს არა თუ უმსგავსო რაღაცა გითხრას რომ აი ახლა იმ გოგოს დაუკარგა ჯურის ყიდვის ის რა ქვია შაშან სხვათა შორის შაშანზე მამაოსთან დაკავშირებით ვიდეო ციდო რომ ამერიკიდან ჩამოვიდა კაცი და შევიდა შორტით ეკლესიაში ხალხო მამამ დაიპუტა ყველაფერი შორტით აქ როგორ შემოყვედიო იმიდან რა ქვია დაწყევლილების ქვეყნიდან ჩამოსულიო შენ როგორ შემოდიხარ მართლმადიდებლურ ტაძარშიო ყველას აქვს ტაძარში უფლება ჯერ ეგეთი და ვაი მაგის პატრონს ვიღაცა იყო ამერიკელებზე მორწმუნე ხალხი არსად არ მინაყია მე არა მე მორწმუნე ამერიკელია თუ ქართველია თუ ეცგინა დაწყევლილი ქვეყანა ყველა ქვეყანაში ხომ მიდიხარ ხო ყველა ქვეყანაში გაქვს ეგ ტაძარში შესვლის უფლება ერთი შენ ის არა გაქვს რომ იმ ტაძარში ილოცო ხო ელემენტარული იმის უფლება თუ არა შესვლის უფლება ყველა ტაძარში აქვს ყველას
ელემენტარული. და არ შეიძლება ნამდვილად მამამ მეგითი რაღაცა არ უნდა გააკეთოს. ახლა მე გოგოს არაფერ შუაში არ იყო ის ადამიანი, ხო? თავის მივიდა მშვიდად, არც ჩანთა მოურტყია, არც ხელი მოურტყია, არც ფეხი მოურტყია, არც არაფერი. უბრალოდ ხელი. კიდეც მოარტყა, ხო, შეიძლება მოუხდა, რა იცი, ხო? სინამდვილეში ერთ ხო, არ მოურტყია, მაგრამ შეიძლება მოუხდეს. ხო, ელემენტარულად გადავიდა იმასგან რა ქვია. უბრალოდ ჯვარზე გადაეწოდა, ესე რომ გადაიხარო და ჯვარი აიღო. აი იმ იმაზე რა არის, ეგ რა ვიცი. გამოტრიალდა და წამოვიდა. არც ჯვარი არ იყიდა, არც არაფერი. აღარ იყიდა. და უკარგა სურვილი და. იგი შენ უნდა გიხაროდეს ადამიანი რომ შემოდის ამ ჯვარს ყიდულობს და რწმენის მარტო ბავშვები იყვნენ თუ მშობლები? არა, ბავშვები იყვნენ და ეტყობა მშობლებიც იყვნენ, რა ვიცი მე და იმ მშობლებმა არაფერი თქვეს. არაფერი უქნია იმ გოგოს ცუდი ნამდვილად. რა ვიცი, თქვენ თუ ნახეთ გულში წუხელი მე ვნახე ნამდვილად არ მესიამოვნა ეგეთი რაღაცა რომ ცუდად და ტიროდა ცხარე ცლები ისე შემეცოდა რომ რა ვიცი, ცხარე ცლები ტიროდა რომ უდანაშაულო მე ესეთი არაფერი მინახია. მამაო პირიქით ადამიანი რომ ჯვართან მივა და ჯვარის ყიდვა უნდა და გძნობს რომ მორწმუნე უნდა მივტრიალდე წმენისკენ შენ პირიქით ცუდად უნდა გიხაროდეს და შენ პირიქით ცუდად უბრუნებ ადამიანს ახლა ხო და მე იძახიან რატო იმას აშვები თუ შეურაცხყოფას რატო აყენებთო და შეურაცხყოფას თვითონ გაყენებენ ადამიანს და დაბარასის და შეურაცხყოფა არც არაფერი მიუყენებია იმ გოგოს არც არავის. არც არაფერი თვითონ აქეთ მიეყენა შეურაცხყოფა და მე მამაოებს რატო ლანძღავთ? არა ლანძღავ გიორგი, მე მამაოს. ყველას იმას აშვებიან რა ქვია, სახელს უტეხავენ. განა მე კი არ ვლანძღავ, ეგ ჩემი საქმე არ არის ვინა. გასალანძღიც არის და მეტიც არის ზოგი. ეგენ უკვე მამაოები აღარ არიან დედა. ხო. საერთოდ დაკარგული აქვთ ყველანაირი ადამიანური. ხო და ელემენტარული სიტყვაზეა ვიყოთ არ შეიძლება. არ შეიძლება ეგეთი რაღაცა რა უფლება აქვს. კი. უნდა მიუწოდო პირიქით ადამიანს რომ ის ჯვარი იყიდოს და რწმენისკენ მოტრიალდეს და შენ პირიქით შვები კაცო. ახლა ის გოგო მორწმუნეში გადავიდეს და რწმენაში ჩაჯდეს, ხო? შეიძლება აღარც შეიგინოს. შეიძლება ზედმეტ ცუდად არავის არ მოექცეს. შეიძლება ისეთ კარგად გამოსწორდეს რომ რა ვიცი და შენ პირიქით ეუბნები ადამიანს. ეხლა მაგალითად მამაოებზე თავი დავანებოთ, ხო? თქვა ადამიანს თქვათ მოვიდა ჩემს გულისთვის ადამიანი შენთან გიორგი და შენ პირიქით დაუტრიალე სიცუდისკენ წაიყვანე. ხო, ის რას გააკეთებს? ცოცხო გააკეთებს იგივეს, არა? პირიქით ადამიანი რწმენისკენ რომ მოდის და გეუნება აი ესე როგორ გავაკეთე. ჯვრის ყიდვა უნდა და ხო, ისა ხო იყო წინაზე იყო წინა იმაზე მეორე წინა დღეს. ხო. და არ იყიდა რა, ხვალე ამოვალო მაგის გულისთვისო ის კარტი არ ქონდა გიორგი და კარტით ვერ იხდის ერთო ტაძარში. ტაძარში ვერ გადაიხდა. ხო, ბარათით ვერ იხდი და არ ქონდა ქეშად და წავიდა მეორე დღეს და მეორე დღეს ამოვიტან, გამოიტანა თანხა და მეორე დღეს უნდა და იმ ჯვრის ყიდვა. როგორი გულით უნდა და ნამდვილად. მეორე დღეს ადამიანი რო ავიდა, ესე იგი რწმენით მივიდა. რომელ ტაძარში იყო? ბაღრათში თუ იმაში რა ქვია? იქ არის დასული, რა ქვია. სადა? ბორჯომში და ბორჯომის მამათა მონასტერში. და წვანე მონასტერში იქნება. ხო, რა ვიცი, სად იყო ნამდვილად არ ვიცი, ზუსტად, მაგრამ აი ადამიანი რწმენით მოვიდა, ელემენტარული როგორ უნდა და გულით რომ მეორე დღეს სპეციალურად ავიდა, მაგის გულისთვის ავიდა, სხვა არაფრის გულისთვის ავიდა, რომ ჯვარი იყიდა. ხო, მოეწონა ის ჯვარი თვალ და ის ჯვარიც არ აყიდია, ისეთ გამოაგდო ის გოგო. რატო? ეხლა რა მოხდა ადამიანი? ეხლა აგერო ადამიანი მედგას, ხო, თავში ხო არ უტყა, მაგრამ ხელს გადავწუდი ბავშვს, ეხლა ბავშვს რა დაუჭა? შეიძლება დაეჯახო კიდეც არა, ელემენტარული გიორგი, არც დაეჯახა, არც არა. ეგ მესმის გავიგე, მაგრამ შეიძლება უცბად მოგიხვდა, მიხვედი, გადაწიე ხელი და მოგიხვდა, ხო? ხო და პატარა ბავშვები იყვნენ, იმასა ერთი ბეწვა ბავშვები იყვნენ, გიორგი, იქ მაღლა იყო ჯვარი და იქ ხელი როგორ მოუხდებოდა. უბრალოდ ხელი გადაწვედა და ჯვარს აიღებდა და მობრუნდებოდა და ის ბავშვები იმას არანაირად არ უშლიდნენ. ყოფილიყვნენო ის ბავშვები მე რას მიშლიდნენ, ტირო და იცი როგორ შემეცოდა.
ნამდვილად არ მომწონს მაგოგოსი რომ იგინება ზედმეტი რაღაცა შვება, მაგრამ აი ძალიან გული მეტკინა, იმიტომ რომ რწმენისკენ იყო ის მიტრიალი. რო იგინება ძალიანაც კარგად იგინება აკეთებდა. სპეციალურად მივიდა სპეციალურად იმ ადგილზე, რომ რწმენით მივიდა იმ ადგილზე, რომ ის ჯვარი ეყიდა, ფული გამოიტანა და ეყიდა. სპეციალურად იმისთვის ჰქონდა გამოტანილი ფული. ხო, რატო უნდა იმას ქნა, გული რატო უნდა გაუტეხო ადამიანს და მეორედ რომ იქ მისulis ის აღარ სურვილს დაუკარგავ. სურვილი აღარ ქონდეს. შენ მამაო იმისთვის ახარ რწმენა იმისთვისა გაქვს და იმისთვის დაგაყენეს იმ უფალმა იმისთვის მოგცა ნება, რომ შენ ადამიანს რწმენისკენ მიიღო მარათუ გამოდე. რო შეხვალდა. მაგალითად ტაძარში რო შეხვალდა, მამაო ცუდად დაგვხვდება და ცუდად შემოხედავს, იქ მეორედ მე მაგალითად აღარ მივიდოდი. ნებისმიერ ადამიანზე ეგრეა გები. ცუდად რო ადამიანი მით უმეტეს ტაძარში. შეგეხება, ხო? ნამდვილად ახლა იმ გოგო ისე ტიროდა, რომ აი ძალიან გული მეტკინა, რომ ჯვრის ყიდვის ისიც დამაკარგიაო, რა ქვია. შეიძლება ახლა ცუდად ვიღაცამ ცუდად რატო გეწოდებაო, მაგრამ მეწოდება ნებისმიერი ადამიანი საქვს მოტევების უფლება, ნებისმიერ ადამიანს აქვს. არაფერი გაუკეთებია მაგ გოგოს ისეთ მისადევებელი დედა. წმენის გული მოუგონეს მე და ჩემაღმერთთან პოლიციაში. რა ვიცი დაუჭერი ვარო კაცო. ისა ვარო რა ქვია. საყვარლები კი პოლიციელები ყავს, კი ბატონო. ყავს, მაგრამ ის არის რა ქვია. რომ მოუგონეს რომ დაიჭირეს და ისა არავის დაუჭერია. აი რაღაცა რომ დაუჭერია. რაზე დაიჭერენ ნახე. დაიჭირეს რომ მოუგონეს რომ დანაშაული არ ჩაუდენია და კაცი არ მოუგონა. რაზე დაუჭერია. საყვარელი შეიძლება ყავდეს დიდი ამბავი ახლა. საყვარელი ყველას აყავს. დაინგრა ქვეყანა. ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ და ნამდვილად შემეცოდა იმის გოგო მივიდა რწმენის გამო, შეიძლება ის საყვარელიც აღარ ყოლოდეს იმ რწმენას რომ მიყვებოდა, შეიძლება ის ჯვარი რო აიღო, იმ გულით იყო მისული, რომ რწმენისკენ შემოდგა. ჯვარი უნდა და აღება. იმისთვის ფულიც გამოიტანა, ხო? ხო, რწმენისკენ მობრუნებულიყო და სწორად გაეგრძელებია ცხოვრება. რა იცი, როგორ მოტრიალდებოდა, მაგრამ გამოაგდო იმან, მე რა ვიცი. ყველა ადამიანს აქვს მოტევების უფლება. მაგრამ მოყვა ეს არის დედაჩემის ბრალიო. დედის ბრალია რაც მე დამემართავ, ამ გზით რო წავედიო. შობელს დიდი ისა აქვს რა ქვია. თელი ჩემი ბავშვობა ის ხალხი სვავდაო ეს დედაჩემი. შეიძლება ისეც მიყოს ძმას რას გაიგებ. რა იცავს თუ არა არ ვიცი მაგდენი ჩემი. სხვათა შორის ცოტა მე მგონი მაგას ის აქვს, რა ქვია. დეპრესიული ისინი. შემოტევები. ხო და ელემენტარული სიტყვაზე ვიღოთ რწმენა უნდა კონდეს. რწმენით უნდა მიხვიდე იმ ადგილზე და მივიდა ის გოგო და გამოაგდო ტყუილა უდანაშაულო ადამიანი. მეორედ აღარ მივახოდა მე. ხო, მეორედ აღარ ენდობა იმას. ადამიანს დობას რომ დაგიკარგავს ადამიანი თავისთავად. ნები მარტო ტაძარში კი არა, ნებისმიერ მაღაზიაში თუ ვინმე გამოყიდველმა არ შემოყედა კარგად, იქ აღარ მიყვა. ხო, ნებისმიერ მართალია. გინდა აფთიაკი იყოს და ნებისმიერი. აი სიტყვაზე ავიღოთ, გიორგის სახში დაგხვდა ვიღაცა სტუმრად მიხვედი და სახში დაგხვდა. რაღაცა უხეშად მიხვალ მეორედ იმ სახში. ვაიმე არა. აი იგივე მდგომარეობა ხალხო მანდაც არ შეიძლება. აი სამსახური ავიღოთ ვიღაცა რომ სამსახურში გიყურებს, უფროსი რო გიყურებს ცუდად, იქ აღარ იმუშავებ. თქონდა. ხო? შენ ტაძარი მით უმეტეს ისეთი ადგილია რომ ის არის რა ქვია. სუკეთილად გული გიმშვიდდება იქ რომ მიდიხარ და პირიქით ზოგი ისა კიდე იმან კიდე პირიქით გაუტეხა სურვილი დაუკარგა მისulis. არა, წინაზე იყო სანთლებიც ანთო ისიც გააკეთა გიორგი ყველანაირად, მაგრამ ის არის რა ქვია. მეორე დღეს სპეციალურად მივიდა ის ქეში არ ქონდა. სპეციალურად მეორე დღეს თვითონ თქვა წინა ვიდეოში თქვა რომ ის არის რა ქვია. ქეში არ ამაქო და ხვალე ამოვალო და ამ ჯვარსო ვიყიდიო. როგორ მართლა ლამაზი ჯვარი იყო. ჯვარი ნებისმიერი ლამაზია, მაგრამ ის რაღაცა საყვარელი რაღაცა პაწო რაღაცა იყო ლამაზად გოხტად გაკეთებული. და უკვე გავსურვილი გამოიქცა იგუti. მეორედ იქ მივა? ჰა? ცუდო არ არის? მარტო ჯვრის გამოკია შეიძლება სანთლის ასანთებაც აღარ მივიდეს იქ.
ახლა იქ რაღაც მივაღს მეორე ზაფხულამდე. წამოვა იმაში ქუთაისში, მაგრამ ელემენტარულია შეიძლება ხალხო რა არის რა ვიცი. აი ჩემი აზრი ეს არის და თუ დამეთანხმები და დამემოწმებით არ ვიცი. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ უფალს, ღმერთმა ის კი არ გითხრა შენ უდანაშაულო ადამიანს რა უდოდ ახლა უდანაშაულო შეიძლება თავის თავს უშავებს რამეს ელემენტარულ რაღაცას აკეთებს თქვა სიტყვაზე ავიღოთ მაგრამ ნიმ წუთში ნამდვილად დამნაშავე არ იყო ის ადამიანი რა ვიდეოდან ეს გამოვიტანე მე შინაარსი და სხვა არ ვიცი და მაგ კიდე არავისთვის არაფერი დაუშავებია ზედმეტად გული მეტკინა იცი რატომ სამი შვილი ყავს სხვათა შორის სამი შვილი ყავს კი არა ყველა ლამაითვას თვალის უნდა ეგო ყველა მაფსირაუშნია მე რა ვიცი გუშინ კიდე იმათ უყურე რა არის სიტყვებს ეძახოდა თუ ვიღაცა მარი და გიოს ვიღაცამ ქუჩაში გაიარა მანქანით ო აი ვიცი უყურე ვაი მე რა სიტყვები ძალიანაც კარგი აი სასაცილოდ გაიხადეს თავები დედა სასაცილოდ გაიხადეს თავები უბრალოდ მეტი არა ვიღაცა ტიკტოკერმა გაუფვა იმათთან ის ვიღაცეები ერთმანეთს ამტერობენ ეს ხო ვიცი ხო აი რატომ უნდა უმტერო ვიღაცას რაც უფრო მეტი ვიქნებით ამ YouTube-ში მით უფრო მეც გადაგვიხდის ეს YouTube ხა მე არ არის მართალი ის თავის საქმეს აკეთებს მე ჩემსაც აკეთებ მე რა შუაში ვარ იმათთან იმას თუ ვიღაცა ურიცხავს მე რა შუაში ვარ ხო მე რატომ უნდა გქონდეს იმისი შური არავის შური არ უნდა გქონდეს და ბოღმა არავის არ უნდა გქონდეს ადამიანს შენ ეგიცი რა არის მაგათი ეგრე გაჯეჯილება და გათამაბება ხალხის ბრალია სხვა არაფერს ხალხო ბრალი მე თავიდან არ უნდა ჩაერიცხა ერთხელად ჩაურიცხა და ორჯერ და დაანებებდნენ თავს თუ არ ჩამერიცხავ გავთიშავ TikTok-ს და აღარ შემანიცის ხოლმე რა ქვია თუ არ შემოვა კიდე TikTok საერთოდ გავაუქმებო თუ არ იმასიზავ თუ ლაივში აღარ შემოვალო საერთოდ TikTok-იდან წავალო აი დარდები ახლა შენ თუ ის თუ წავა იმიდან რა ქვია TikTok-იდან უბრალოდ მე ნამდვილად ადრე სულ არ იყო TikTok-ი მაგრამ ძალიან შვენიერად ვიყავით ჩემ ბავშვობაში არც TikTok-ი იყო არც Facebook-ი იყო არც ის იყო მაგრამ თამაშობდით ვერთობოდით დიდი თავის საქმეს აკეთებდა სამსახურში მიდიოდა მოდიოდა არ იყო ხოია წახლის ხმა ბოთლი ჩავდონილი ხო და რა ვიცი თავის ნებისა და თავის ყოფისა თვითონ იციან მაგრამ ეს ცუდი ამბავი იყო ნამდვილად და იმან კიდე ბავშვი როცემა იმა რა ქვია იმ ქალმა ის არის რა ქვია ხალხი იმას იტყვის არაფერი დაუშავებიო გამოყვანას იტყვის მე რა დედას არ უცემი ხარ თუ ძალადობაში რო იზრდებიან მე იმიტომ იმას აშვებიან რა ქვია მე იმიტომ გამოდიან მკვლელები აი ვიღაცა 13 წლის ბავშვი რო წემეს ამზა ბოლოს რო იყო წინა ზამთარს წინა წელს 13 წლის ბავშვი რო ვიღაცა ჯორმა რო წემა ვიღაცა ბავშვი გოგო აჰა ეგ როგორ ძალადობაში იზრდებოდა თურმე იმიტომ წემა ის გოგო ხო მამამისი თურმე დედამის ბერ ტყავდა ყოველ დღე დათვრებოდა და ბერ ტყავდა ხოლმე უყურა იმას ისეთი გაიზარდა ის საერთოდ როგორ ოჯახში იზრდები ისეთი ის მოგდის ისეთი ხარ იქნები მომავალში რა გავგზელო რა თვითონ ხოხილი მეგონა რა მიაყოლა ერთმანეთს ხო და რა ვიცი ხალხო როგორ რანაირად
წონა და რა წონა. რა არის ჩვენი გოგოს დაიკარგა ის რა ქვია. ჰა? რა ქვია სახელმე რო შეუცვალე ისა. ხო. ეც უნდა მივწერე როგორ არის. სად დაიკარგე ჩემო ძვირფასო გოგონი? სულ დაიკარგე, რატომ აღარ შემოდიხარ იმებში? რა ვიცი მეც აღარ ავწერ, მეთქი არ შევაწუხო საქმე ხო არა აქვს თქო და. მიწერი დე, მაინც მოიკითხა. მოიკითხავ ერთი. მე TikTok-ში, Facebook-ში მყავს, იმაში მყავს, Instagram-ში. არა მგონი. და იმას ქენდედი, აბა როგორ უნდა მოვძებ მოსახელი, არ ვიცი. მეგობრობას გავუგზავნე მეც მოვიკითხავ. ჰაუ, სამი. მე ახლა ორი. მე რა გინდა ხუთი. მე მეოთხე გავიგე. სამი მოვიდა. როგორ ახართ? მაგრამ გამოჩნდა. მაგრამ გამო. კი, ძალიან. გამოჩდი. გამოჩნდა? გელისნევარ გამოჩნდა. როგორ გამოჩნდა კაცო? გამოჩნდა. კურს, ძნელი. მაგრამ მოვიდა რა მინდა ჩემი მეთი თორე აი ამიდია დღეს. ხან წვიმა არის რა არის მოვიდა ყელში თქვა მზე არის ეს რა არის თქო ქარია ეს თუდია თქო რაღა მინდა ნეტაია რომ მინდა ნეტ აიც როგორი ამიდი მინდა არ წვიმა მინდა არც მზე მინდა არა შენ რო არ გინდა დედა შენ რო არ გინდა წვიმას ბუნება ბას წვიმაც უნდა ქარიც უნდა მზეც უნდა და ისიც უნდა რა ქვია თოვლიც თოვლი რო არ მოდის სამაგიეროდ ეგ არის რა იცი რო არ მოვა რას გაიგებ ზათარი აი ასე ნატროფარი რამდენიმე წელი ერთი წელი ამისრულდა ნეტა თოვლი მოვიდეს მე ახალ წელზე არ მოსულა იმას ნემოვიდა ახალი წელი იყო ზუსტად ძილს ჩამოვაყოლიეთ რა აკა ძილი რომ მოვედით ბებია შენი რომ მოვიდა ის ჩამომემტრევა ცოტა ხანში რა ქვია ეგ 2012 წელს იყო მაშინ სკოლაში დავდივდი ხო მაშინ ვიძახება მის მე თოვლი მიწეს ერთად მომინა ის არის ახალ წელზე მინდა თოვლი უხდება თან ფუსფუსებ რო ფუსფუსებ და აკეთებ და გაერთ რომ მაგარა თავს მაგარა რო თავს და კარგად მე თოვლი არის ნატროთ რა კარგად გემრიალად რო დევს სიკეთეს ყველაზე გამდიდრებას გევინატრებთ მაგრამ სად არის რო არის გასაქმე მაგრამ თოვლი კაია აიც გაწმინდავს ვირუსები მოშორდება ახლა მოდის ვირუსების პერიოდები ეხლა იყო პირიქით საფურში უფრო არის საფურში არის ენტერო შმინტერო არა მარტო ენტერო ვირუსშინელება არის აი ახლა კეცხელა აქ ხუთული ჰაერი არა და პანჯერას უღია იქნება იმაზე რომ წავალ რა ქვია მეც კი არ გამომიცლია ის რა ქვია кейსი იმისთვის რა უშავს მე არ გამოისრულოს ის არის იმაზე რომ წავალ რა ქვია გაზი ხომი და პატარა მე მარანში გაზს ვერ ველევი იქნება ვიყიდო ამაზე და იქ გავაკრავ იმას გავხსნი ანის უნდა გახსნა მეორე აიქან სკონთილს დამთავრია და ხურულა ის პანჯერა სახში აქ სიცხე მოწყდეული გარეთ სიგრილია მაგრამ სახში ცხელა სახში გარეთ კი კარგია საჭმელი დაუყარები ქათან რა ქონდათ ერთი გრამში გინდა უყარ რა ბაბიშ შეუჭამი წყალი იქნება ჩაფეთქუმებული არა კარგი გადავღუნდი და ჩავსხმე რა უშეცარ ჭამენი კათმები რასაც საჭამენი იმის წონები სულ არ არის კვერცხემდებელი ქათამი როგორ გინდა იყოს ვიდიკო სუქანი რო იქნება კოც აღარ დადებს მაგრამ ის კონში წავას
აბა ეგეთი ჯიშია და არ გასუქდება რა გოწყინდებელი სხვა არა სუქდება საერთოდ აი ბროილერი სუქდება რო გასუქდეს ეს ამ კვეთს კი აღარ მოგცემს და ჟუჟუნაწვიმა კარგია ცოტა გას გადამ ყოლმტერი ადიოდა ყველაფერს კაც ხო რა როგვიდი პიტა მტერი მო ისინი არის გამოშრალი ისა რომ მანქანაც გზაში რო გაივლიდა მტერი მიქონდა ხო ტრასაზე აი რო დაგვიდი ეზოს ხო სულ მტერი მოდიოდა მტერი გეყრებოდა ზედ მანქანაც რო გაივლიდა ხო არ ჩამოფუცხო ის ფუცხით მერიქოით გავთიბავდა ქოით არის კაი დასალაგებელი ბოსტანი ის კატები როად ეგ უნდა გავთიბოდა მივაფუცხოთ და ჩავწვათ და სიომილი აღარ უნდა დამთავრდება ყველაფერი რომ დავდი აპარა ახლა ისე კი აღარ წამოაბალახეთ მალევე ზამთარში გადავა კი შემოდგომა აღარ არის მოწე დამთავრდა გაზაფხული არ არის და შემოდგომა გაზაფხულის და პიტა უკვე შემოდგომის ის იგრძნობა რა სული იგებს ფაზაში შედის ოქტომბერით ლაუარის დილით და საღამოობით მაინც ის არის რა ქვია სიგრილე ო უკვე იგრძნობა სუნდია საერთოდ შემოდგომის და ხეებსაც ნენელა ეპარება ყვითელი აი გაწვდა მე რა მოვიდი ახლა დამოწმების ხალხს რაზე მე მაღაზიაში უნდა წავიდე ვიწიწკნი მახელებს ნუ ჟუჟუნაწვიმა მოვიდა დიდი მინდორიდან ამა იმჩესე ცუდი რამე თქواس გული გაუპოს დანამა ლექსი აი მე რა შეიძლება ტელევიზორ გამოვთევ ცოტა ხან დაისვენოს კარიც არის დღეს ვენტილატორი არ ჩართულა არა ვენტილატორი რა თქინდა ის იოგი დენი გადაიხადე თუ ერთად გადაიხადე ყველაფერს 12-მდე მარჯერ 12 15-მდე ეხლა და დენ ხო გადაიხადე კი ეხლა რო გადაიხადო აზრი არ აქვს მაინც არ დაჯდება რა უშოს არ დაჯდება მაინც შეიძლება იმაში გადავიხ დაჯდება არ დაჯდება ჟუჟუნაწვიმა წიმა რაჭაში წვიმს წვიმას ეპირება უხატიანდა როგორ მოვალ მივწერება იყო რას მეტყვის ძალიან სიცხეს კი ვერ ვითამი სად არის ის ახლა არ ცხელა
გცხელა ახლა? მე არ ამცხელა საერთოდ. იცი რა არის ახლა გარეთ სიგრილია და სახში აქ მოწყდეული ბებია. ეს არის ცივი. ეს ცივია? ეს ცივი პირიქით. ხალჩა პირიქით ცივი. მე გამერგინა ფეხებიდან. შენ იცი სიგრი. შეიძლება რომ დაგცხება და მე გაგიყინება ხოლმე. მე ვიცი ხოლმე იგრი. რომ გამიცი იმასქენს დამცხება და ცოტა ხანში ჩავიცვი თავს სიგრძეებს. კისრამდე შაკრული მე. რაზა? ანსაც მესხო. კისრამდე შაკრული დაია. ოი ჯობი არის ქარა. არ მინდა საფხული. არა, საფხული წერს კი შემაძულა, ახლა რო აცივ და საფხული მიჩემი ამე. კარგი არის ანთარი. ბევრად. მიყვარს, კარგი ამინდია დღეს. დღეს ჩემი ამინდია ხალხო. ვიმა მოვიდა და აუ რა კარგია. ქარი არის ქოლგას ვერ წავიღებ. არ როგორ. მაი ქოლგოთაც კარგად წავალ. არ დავდენები. გადი ქალო რა ვერ გახვა. აბარა მოიფარო. მე რა დავგაცმოვედი ახლა სეტიტვი. რაკეთანა უნდა გამოვიო. მაინე რა კარგია, საჩემო ამინდია. რა კარგია, ქალო 5 წუთი გაიქეცი და გამიშევი. გიორგის ჩუსტენაცია დამამპყრებს. გიორგის ჩუსტენაცია. შენებისა და რა ვიცი გიჭერს და. გიჭერს და. მეთქი რა ქნა ვიდეო გალუჯდა თქვა. რაზე გალუჯდება? აი ეს მაიკა თითქოს ის მეთქი ვიდეო რატო გალუჯდა. რა კარგი ამინდია გარეთ. წვიმს ხალხნობა იმედე და მოვიგლიჯებ ხედი. ვაი მე ვის გიყვართ ხალხო წვიმა მე? წვიმა მე მიყვარს წვიმა მიყვარს. ნორმალური. აი ხლა ეს ნორმალური არც თქეში ერთ არაფერი. კაი ნორმალური. ანუ წავიდე. დასვიდე. გამოვიშვი მე რომ დავშვიდე. დავდნები? დავდნები პარას. მოგადნე რა მოვქ. კარგი ამინდია, ჩავიცო ფეხსაცმელებს. ოღონდ იმეშო ჩავიცო. რაზა? იმ დაბა ფეხსაცმელებს. ამ წვიმაში ვერ ჩავიცო ხოლმე. რატო? აბა წვიმაში ვერ ჩავიცო, იმაში ვერ ჩავიცო, აბა რა ჩაიცო. რას გიშინს იგი? აი წიტილები ქათმები, როგორი ქათმები ყვან რიგინთა დებენ კვერცხებს. 5 წელი არიან და 2 მამალია. ერთი მამალი ნაიგენ მოყვა. მე რა დებილი მამალია ისა? ეს მოყერყეთები. ნო. დასვედებიო და გვის. ვერ არის. აურია ამ ქალმა. გიუბნები აურია თქვა და ჰა? დავსვედებიო რაღაცა მოვიფარო, აქედან ვერ გავალო და ის არის გვის. აქედან ვერ გავალი, რაღაცა უნდა მოვიფარო. რა ცივში არ ყოფილა. ნო. რა იმისავით მოვიდა რა ქვია. სვეცკი გოგორო იმაში ჩავა რა ქვია. სოფელში და ფუ რა შუნი აქ ვეც ჩემოვალ. ფუ რა შუნი არა. ბოსელში. ვაი მე კომედი შოუ რო არის გიორგი და რო შევადა. ეს რა ყავა არისო და. ის არის რა ქვია. ყავა მინდა დამალევინეთო და არა გვაქვს და რა არა გაქვთო. ეზოში ყრია გამოიმაპატოლიო და. ისა დოუფქვით ხის ცურცლები და დალევინე. რეა დოუფქვითო? ო. დოუფქვით და დალევინეთ. ეს რა ძეგოს მე? ო, აი მე დედა და ეს არის ნავდი დენსინგიო. დენს და ეს ისეა. აი მე რასაცაციბებია. კვირა დღეს რა დღეა? იქით იმას შაბათს იწყება მიხოი და მაროი. იქით შაბათს.
კი. რაიდა დღეს რა დღეა? დღეს რა რიცხვია? რა რიცხვია დღეს? 7 მგონი. რაია 7 გაცო? არა 8, 14-დან იწყება. 14 არის შაბათი. 14-დან 8-დან დედა. არა 8-დან რანაია 8 ხვალეა. რა დღეა დღეს? არ ვიცი სად ნახო. დღეს 4 იყო 5 შაბათი. 5 შაბათი 4. პარასკევი 5. 5 პარასკევი. 6 6 იყო გუშინ დღეს 7-ია. ხო. დღეს 7-ია, ხო არ არის 8 შაბათი. აა მოიგდო ხე. მიცი რომ ტკიო ეს ფეხი მე. ისინი ტკიოს უცმოდებინებს. ისა როქვია. კორა ჩვენ მეზობელ გაუარდა პატარა ბავშვისა. რა ქვია? ტელეფონები და ფეხში ჩამოცა. ხო დაამტვრია. ფეხში დამეცა და მე გადაკოტრია. ფეხში ისე მწარი ჩამომეცა ფეხში რომ მეთქინა აი ამოსიებული. აიფონი დაგეცა რა გი. აიფონი დაგეცა. რაღაც აიფონს ვიყიდი გონი, გამომიგზავნის ვინმე. აჰა, მოიდომა ახლა აიფონი. რომელი აიფონი გენებათ? 17, 15, 16, 17 თუ 18. 17 მივიღებს დღეს. 17 ახლა გამოდის ამ თვეში. ხო და ამ თვეში გამოდის 17. 17 მივიღებ ახლა შეიძლება ისე. 17 მოვიდეს. 17 დაიდოს. მე აიფონ 17 დაიდოს. ხუმრო კაცო ხალხო, ვაიმე ზოგს არ ეგონოს მართლა ხა. ჩვენი ხალხი არ ეგონება. არა, ზოგს შეიძლება მართლა ეგონოს ზოგი. ხალხო ზოგი ტვინში ვერ არის, ტვინში. ჩვენ ხალხს ვიცი. რა ზე გამოვიდა? არ მინდა. ზე გამოვიდა. როგორ არა? და უნდა გითხრა. ჩვენ ხალხს არ ეგონება, ვინც ადეკვატურია და ნორმალნა ხალხია, მაგრამ ვინც ის ვისაც აზრუნება, იმას არ ეგონება, მაგრამ უაზრო ხალხიო ეგ არის საქმე. ახლა დაიდოს iPhone 17. iPhone 17 დაიდოს. ოღონდ 17 არა, Pro Max-ი. დაიდოს დროზე. დაიდოს. იმისი არ იყოს TikToker-ების. თუ გინდა გადავიხებ ვიდეოს დაიდოს. მოვიხოდოთ მეგობრებო. მოვიხოდოთ მეგობრებო. ტვენ გარეკე სამხალხო. მოვიხოდოთ მეგობრებო. სამხალხო. ვინც ის იმას იძახი იტყვია. გარეკაო, ნაღდად გარეკაო, გაბრეკე. დაიდოს iPhone. რა განათა რა? iPhone 17 Pro Max-ი. Pro Max-ი დაიდოს. iPhone 17 Pro Max-ი დაიდოს. თორე ვიდეოს აღარ გადახო. ხო. დედა მართლა რა ვიცი გონოს ახლა. მაიმუნო ფაკაცურასაუბროთ. ხალხი ვინც ადეკვატურია და ნორმალურია ხუმრობასაც გაიგებს ვინც არა და გაიგებს აი დარდები რა. ქეს გაბლეცილა უხუმრობაში. გატრეტინა გაბლეცილა. თუ ეგ გაიგებს ხო? ისე გახეთკილა რომ ისე გაუბერიან გაუგებრობას რომ რა ვიცი მე. რომ გასკდეს და მიმოიფანტოს აი დარდი. ხო. მართალია. სხვათა შორის ამ პრესტიჟმა კარგა გამიძლო, იცი, უცალი რომ დავიდე კარგა გამიძლო. კახანი მაქვს. არა. რამდენი ხანი მაგეთი კიდე უნდა ვიყიდო და კარგას დაიჭი. აბა ის აი, რა ქვია, ამიაკის გარეშე როა, გიორგი. დამეტანი არა
ნაშვება მალე გადამდის ორ დაბანაზე უკვე აღარ არის აღება რომელია ამერიკის გარშე აი რომელია აფთიაქში უყიდულობდი პრესტიჟი კი არა მეორეებს და ეს პრესტიჟი მაგარია ეგ არ არის ქიმიური ამერიკის გარშე როა და მაგიტო ხო მაგრამ მალე ჯურება და ესად არის ხო ყოველთვის გულები მე პირიქით ეგ ის არის რა ქვია რომ მალე ჯურება უკეთესია მავნე არა არის მაგრამ ყველაფერი მავნია მე თუ გითხრა თუმცა არ არისო მაგრამ ძალიან კარგია ვიცი მე ბარილი და შაქარი აგვიკრძალეს დილას იმას ნამდვილმა იქიმებმა ხალხო არა ისე ზოგადად ბევრი ხა ნორმალურად შეიძლება და ხა შაქრიან წყალს რო გაიკეთებს ხანდახან დედაჩემი და დალეის პოს ჩაიყრის როგორ უყარს იცი შაქრიანი წყალი რა გავაკეთოთ აბა ბოდიში და აგვეშალა კუჭი ფაღარათი დაგვებართა ბოდიში ხალხო თქვენთან რა გავაკეთოთ არ დავლიოთ იერი წყალი შაქრიანი წყალი არა გაჩარა იქ ფაღარათის წამას ის არა ქვია ტრიციტი არა აღარ არის ეგ ფაღარათის წამალი არ არის დორი ტრიცინი არ არის ფაღარათის წამალი ყელის ტკივილის არის მე რომ ტკიო და მაშინ ვიყიდე საწუთნია დორი ტრიციტრი თქო გინდა თქვი შემეშალა დორი ტრიცინი არ არის ფაღარათის რაღაც არ ვიყიდე ფაღარათის არ არის დორი ტრიცინი ვიყიდე იმისი ყელის ტკივილის ყელი ტკიო და დორი ტრიცინი ხო დორი ტრიცინი არ არის ფაღარათის წამალი არ არის ფაღარათის მეგო თუ ხალხო მომწერეთ არასწორად გვარ ვამბობ მე ნაცნობ ფაღარათის მეგო რა ფაღარათზე და რა ფაღარათი აგვიტყდა ხო და თქვა კიდე წნევა დაგვივარდა დაბლა გლუკოზა არ მივიღოთ სხვანაირად უნდა მიიღო რანაირად ალბათ რა ვიცი მე რა ისაო შაქრის ჭარხალი უნდა ჭამო შაქრის ლერწამი უნდა ჭამო ეხლა შაქრის ხო შაქრის ჭარხალი სად ვიპოვო ჰა ყავაში რა შაქრის ჭარხალი გავუკეთოთ გადაიგიდე შახარი ეს შაქრის ჭარხალი თუ არსებობდა არ ვიცოდი ეს რა ჭარხალი კეთდება პარიზში შაქრის ჭარხალი ლერწმით კეთდება ხო იმით კეთდება შაქარითაც შაქრის ჭარხალი ახლა ჭარხალი სად მოვიყვანოთ ოღონდ ეს ჭარხალი არა შაქრის ჭარხალი შაქრისა და მაგის განაკეთები შაქრის ჩაოლებრივი ჭარხალია მაგრამ შაქარი კეთდება არ არის ბორშის არა ბორშის კი არა დედა მიწაში მოდი ვიცი მიწაში მოდის შაქრის ჭარხალი ქვია ვიცი ჭარხლის ესე მგვალია ჭარხლის ფორმა ვიცი და ლერწამს კიდე ჭამენ ისე ჩაოლებრივი შაქრის ლერწმებს შახარი რა ჯანდაბარი ხალხო შაქარი რაღაცა გამომიქანეთ მესროლეთ ამ თავში ხო შეიძლება შაქრის ლერწამს კიდე გასაცრებია შაქარი თქო შაქრი პესოკი ჯანდაბა პესოკი ხო თქო შაქრის ლერწამი ცოტა ხანი და კიდე იტყვი შაქრის ოი მეგიო sugar ჰა sugar არის თუ მუგერ არა ვიცი მე გაშენდი არ მოაწყე იმა არა იმას არ მოვარ რა იარაციო არა ცხელაო და დაწყა ახლა კი იმდენი შახარი ახსენე და იმდენი შახარი თქვი რომ დამშახრა და დაცხა ამარა გავაკეთოთ სიმყავას რო გავაკეთეთ არ უნდა გავაკეთოთ შაქარი რა არის ახლა არ მითქვია შახარი არ გითქვია მაგრამ უკვე უნდა გითქვა და უცოდ გამოცვა გეთქვა არა no
არ უნდა მithქვა შახარი. No. Yes. Yes or no? გავიცი. ბოლოში იცინე დრაზა. ტორტი მაგალითად ტორტი რო გავაკეთოთ არ უნდა გავაკეთოთ შახარი. შახარი არ უნდა გავაკეთოთ. ხალხო. შახარი უნდა გავუკეთო, მაგრამ შახარი არა. რა შეიძლება გიგივეა. შახარი ნიშნავს შაქარს. კუფები რო არის იმას თათრები ისე ატანენ. ხო ეგ შაქარი არა იმერე? შაქრის ისინი რო კუბი. აი მე ადრე რა ორი კარგი იყო გიორგი. ორცა ჩააგდები, ჩაი ჩიკაში საკმარისი იყო. ჩაის მე არ ავსვა და ყავას მე არ ავსვა და სულ არ მინდა, მაგრამ ის არა ქვია, პიჩენია კი არა. რა პიჩენი? რა ქვია? მაგრამ ისა კრემი. არა. პეჩენიას რა ქვია ქართულად? ორცხობილა. შაქრის გარეშე ვჭამოთ? გამოვაცხო. ხო, როგორ გამოვაცხოთ? კბილეული. ახლა თლავი რა მოიღებ, მაგრამ თავი მიურიხინებიათ მოდი რა. ცოტა უნდა შეამცირო უბრალოდ. იცი რა, თვითონ ჭამენ, თვითონ სვავენ. და ჩვენ გვეუბნებიან არ ჭამოთ, მაშინ ნუ გამოდის. ნამდვილი ექიმები კიდე არანამდვილი ექიმი რანაირია? ცოტა თუ შეამცირე, კარგი იქნება ცოტათი. მაგრამ ეცი რა არის? თლა უშაქრო ყავას ვერ ავსვამ. არ შეიძლება. მაინც რო იყოს. ერთი კოზი. არ შველის. ეხლა ისეთი შაქრებია რომ საერთოდ ერთი კოზი არ შველის. არ ტკბობს. არა, მაინც ცოტას მაინც მოტეხავს რა. წარის ვერ ავსვამ ხალხ. არ შეიძლება. ჯერ შეძაც იმდენად ნიტო ყავა რა. ერთ ჭიქას თუ დავლევ, ისიც მუხლი სამსახურში მასმევენ და იქა. ჩამოვდივარ მის მერე. აუ ხალხო მუხლში წარი ჩავიტყი. რას დაიტყი? ეს იმას მიქნა გავინასყვა ისევე. ჩავიტყი. გუშინ ხალხო რომ მორჩი. ვიდეოს გადაღებას. გუში როდის მორჩი? გუშინ არა, გუშინ წინ. ვიდეოს გადაღებას რომ მორჩი. რამდენზე ვარ? 52-ზე წავსულარ თუ უე. როდის? ხო. როდის? იმის დროის. რა როდის? გუშინ ვიდეო არ ჩამიწერია. ხალხო ვერ ვიყავით რაღაცა. ფორმაში. мотивация ნული იყო რაღაცა. ხალხო мотивация მოგვეცით, გამოიწერეთ რა. გამეიწერეთ ხალხო, გამეიწერეთ. ისე ნუ გიყურებთ, გამოიწერეთ. ახლა რამდენს არ აყავს გამოწერილი 4-ი? აი ხალხო. ხო გითხარით რომ 5000 თუ 4 სექტემბრამდე ავიდოდით, ჩავთავდი ლაივს და ლაივში მოხდებოდა ტორტის ჩაქრობა. ეხლა იყავით ისე. არ ჩავთე ლაივი. აჰა. გაგებუტეთ. ხო. არ ჩავთე ლაივი. რომ მეუბნებით მიწეთ ხოლმე ზოგი რომ ვინც არ მიყურებს გამოწერით. თქვენ არ გეუბნებით ხალხო ვინც გამოწერით მიყურებთ. ლაივი ჩართე. როგორ უნდა იმას აქნა რა ქვია, ხო უნდა მოგივიდეს ჩემი ლაივს რო ჩავთავ. ლაივის გარეშე ნოტიფიკაცია ხო უნდა მოგივიდეს? არა, ისედაც ვერ შემოვა რა ფიქრობ? შემოსვლა კი შეუძლია, მაგრამ ნოტიფიკაცია უნდა მიუღდეს. ხო, რა იცი როდის ჩავ. რომ მე ლაივი ჩავთე, ხო? ვიდეოში შეიძლება დავაანონსო და თქვა, მაგრამ ვიდეოს ნოტიფიკაცია ხო უნდა მოგივიდეს, რომ notification-ი რომ ის ჩავთე რა ქვია. ლაივი უნდა ჩავთო ამადამ დღეს. ხო? ხო უნდა მოგივიდეს. რომ მეუბნებით რომ ვიდეოს კარგავო და არა მომდისო. რასა მოგივა? ჩართული არა გაქვს, ჩემო კარგო. გამოწერილი არა გაქვს. და კარგავო მე რეიძახი. დაიკარგება, ეგრე არა მოვა. არა მოგივა. მე ძებნა მოგიწევს. მე ყველა იუთუბერის გამოწერილი მაქვს მოდის. უნდა გამოიწევს. ადრეს თავიდან უყურება დავიწყე, მეც ეგრე ვიყავი, არ ვიწერდი. რა თმინდა კაცო, იმას დაიკავებს ადგილს თქო, რა თმინდა რომ გამოვიწერო თქო და რა გამოვიწერო, მე დავეძებდი. მე ვერ იპოვი. მე ვერ პოულობ.
რაღაც რო ჩავწერ სხვა რაღაცას მიგდებ და ხო ამიტომ არის გამოიწერე გინდაც აი Facebook-ში და იმაში Instagram-ზე რომ რაღაცა მომეწონება ხო ან TikTok-ში ხო ვიღაცის ვიდეოები მომეწონება ხო უნდა გამოვიწერო რომ მე ის ვიდეოს რო დაპოსტავს მომივიდეს გიორგი ისა რა ქვია იმის ინტელექტი რო არის რა ქვია როგორ კაი სიმღერებს იმაშობა ადებენი ერთი გოგო არის YouTube-ში რის ინტელექტი აი იმის ინტელექტის მღერისო და მე კი არა ვარო ის ამღერი ხელოვნური ხო ვიცი ო სიმღერები კოხტა მშვენი ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთა ისა რა ქვია ჟურნალმა მოვიდა ჟურნალმა მოვიდა დიდი მინდორი დანამა და ოღონდ იცი რა არის ეგ იმის ნამღერი კი არ არის ეგ არის ინდოელების მიერ ჩაწერილი ეგ მუსიკა სიმღერა ხო და მე მუსიკა შეურჩია იმან რა ქვია და იმას აქნა რა ქვია გადააკეთა რითმში და მუშავა და იმას აქნა რა ქვია რითმში წაიყვანა მუსიკაც იყო ისიც იყო მაგრამ დაამუშავა იცი რა არის რა უნდა გითხრა აი ერთ მხრივ კარგია მეორე მხრივ არ ვარ რა ვიცი მე თითქოს ხან მომწონს ხან არ მომწონს აი რაღაც ხან ხო ის არის რა ქვია ყველაფერზე არ უნდა გამოვიყენოთ მაგალითად არა ყველაფერზე არ უნდა გამოვიყენოთ მართალი ხარ მაგრამ შეგვიძლია ფოტო თუ რამე არ მოგწონს დავაგენერიროთ და შევაცვლებინოთ ფოტო სურათი ჩვენი საუბარი თუ არ მოგწონს ჩვენი ფორმა მე რო ვიმღერო მაგალითად ხალხნო იმას ვიზავ გაუგზავნი დავაგენერირებ დავne იმას ვიზავ აქვია გავასწორებ ხმას იმას რა ქვია გასწორდება ჩემი საუბარი და მე იმას იზავს რა ქვია რა შუბიტო დამიძახებენ სადმე ტელევიზიაში მამღერებენ იმას შხაპუნოს ესე გახიტდება ხოლმე მუსიკა მე აი თუ გესმით ახლა შხაპუნი როგორ შხაპუნობს წვიმა იცი რა მიყვარს წვიმა რო არის აი მაგარა რო წვიმს და რა დედა ხანა რა გჭირს ეს მეკავება აი ეს ადგილი მეკავება ხოლმე სულ რაზე არ ვიცი იმ დღეს ჭაღარა ვიპოვე ხალხო აქ ამ ადგილას მე ხამოვიცი რა მომენტში მეფხანება საღებავი რო გადადის და ჭაღარა ამოდის ჩემა აი მომენტში მეკავება თავი და ერთი დღე აი გუში ხო დავიბანი ხვა რო გადამიცდება დასაბანი რო აი თქვათ რაღაცა ჩავარდა და იმ წუთში დავეწყება თავის ქექა ასე გონეტილებ და გესიო სტეკ ჩადი შუქო გლაღა დამოანათა ეცაძი წავედით კოს არა გაცო დავიდით ეცაძი გაცო შევედი კამერაში რაღაცა უნდა მეთქვა კითხვა მქონდა რაღაცა მოიცა TikTok-ში რო იმეებს იღებო ვიდეოებს იღებო გესმის რასაც იძახისო ღია მუსიკაშიო და კი აუ ის თუ ვერ გაიგე რა ქვია მუსიკა თუ ვერ გაიგე რას ამბობს ხო იქნება დააგინებ ვიღაცას დაერა ბრტყუნი მაგრამ ცოტა მაინც მესმის მაგრამ მაგასაც შევძლებ ცოტა ლაპარაკით შემიძლია მაგრამ მე მაგარი ვარ მაგასაც შევძლებ მე ხალხო ენების იმის ნიჭი მაქვს რა ქვია სწავლის ადვილად ვსწავლობ კარგად მღერიო და მე არ მღერი საერთოდ არ მღერი გოგოსი არ იყოს იმასაც გოგოსი არ იყოს მე არ მღერი მე არ მღერი ვაიმე არ მღერი რომ მღეროდე იმას არ დაგიმალავთ მაგრამ რო არ მღერი ეგ არის საქმე არ მღერი აა რო იმღეროს თელი TikTok-ის თუ გაკრება აღარ შემოვაღარა არ მღერი იმას არის რა ქვია მუსიკის ტრენდებს ვყვევი მომღერალი რომ მღერის იმას მუსიკასა მომღერალი რომ იმაშობა იმას აყვები
მუსიკას ხო იმას ავშვები რა ქვია. ხო ჩავთავდა TikTok-ში ხო ვიღე. და იმას ყვები იქ ვინც მღერის მომღერალი. ხო. აბა ახლა რო არ იცოდე არ გესმოდეს ხო ვერ გაიგე. ხო ტექსტი თუ არის ტექსტი არის სწავლე. ჯერ მე იცი როგორ მღერი ხარ ხო იმ მონაკვეთის ტექსტს სწავლობ რომელი სრული სიმღერები არ ადებს TikTok-ში არ შეგვიძლია სრულად 1 საათზე სწავედით. ხო მაგრამ იმ მონაკვეთის იმას ავშვები რა ქვია ტექსტს სწავლობ რა მონაკვეთიც უნდა ჩავწერო. და ეგრე ვაკეთებ. არც ვამონტაჟებ არც არაფერი პირდაპირ ვდებ ხოლმე. მონტაჟი არ არის. არც მე ვმღერი საერთოდ რომ მღერო და ეგრე მაგ ხმით მაინც ვერ ვიმღერებდი როგორც ისინი ვღერიან. ხო. მოდი ახლა დავამშვიდობოთ გიორგი. ხო და ის არის რა ქვია. კარგად გამოგდისო. მადლობა. მადლობა კომპლიმენტისთვის. უღრმესი მადლობა. მადლობა. დიდი მადლობა. ხალხო კიდე მოვიდა კომენტარები გილოცავ თუ გიორგი. დიდი მადლობა. კიდევ მადლობა. უღრმესი მადლობა. მოლოცისთვის, კეთილის ურვილებისთვის. გამრავლდით, გაბედნიერდით და ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყოს თქვენთვის. ხალხო გამოიწერეთ, ისე ნუ გიყურეთ, გამოიწერეთ. Subscribe to my channel. გამოიწერეთ. გამოწერა არ გესმით? აი წითელი ის არის. წითელი ღილაკი იქნება. იმას არა ქვია, რომ შეხვალ და ვიდეოს გახსნი. წითელი ღილაკი იქნება. თუ ეგ წითელი გაქვს, ესე იგი არ გაქვს გამოწერილი. Subscribe ღილაკი თუ გაქვს წითელი არ გაქვს გამოწერილი. გამოიწერე. დააწექით იმას და გვერდზე არის ზარის ღილაკი. ზარი ხო არის ზარის ღილაკი. ზანზალაკი, ხო იცით? ზარი. ზარის ღილაკი და გამოიწერეთ. დააწექით და გამოიწერეთ. დააკლიკეთ იმასაც. ხო. დაკლიკეთ რა, დაკლიკეთ და მიკლიკეთ და მოკლიკეთ. ვინც TikTok-ზე ვნახავთ, იგაც გამომიწერეთ ბარემ. აბა ჰე და აბა ჰო. Bye. Bye bye. მომავალ ვიდეომდე. Bye. აბა ჰე.